Христе აღსდგა. Христе აღსდგა. Христе აღსდგა. შეგეციოთ აღდგომის ზალით და მადლით თქვენა და სრულიად საქართველოს. ეს დღე დიდი და დიდებული დღეა. აღდგომის სწორი დღეა. კვირაცხოვლობა. ანტიპასხას ეძახიან, ანუ აღდგომის მაგიერს ეძახიან. და ასევე თომას კვირას ეძახიან. სამი სახელი აქვს ამ კვირას, ამ დიდებულ კვირას. განახლება ხდება აღდგომისა და ყველა კვირა აღდგომის ტოლფასი კვირაა. რადგან ერთ შაბათს, ანუ კვირას აღსდგა უფალი მკვდრეთი და ყველა კვირა არის ზეიმი. კვირა თვითონ სიტყვა მოდის უფლისგან, კირიოს უფალია. და ამიტომ ერთ შაბათს, ხო არის ორ შაბათი, სამ შაბათი, ერთ შაბათი ერქვა კვირას, პირველი დღე და დაერქვა კვირა, ანუ კირიოს უფალია მეთქი, უფლის დღეთ გამოცხადდა, უფლის კუთვნილებად გამოცხადდა ეს დღე და მოვა დრო მერვე დღე, აი დღეს ახარებაში წავიკითხეთ, რომ აღდგომიდან მერვე დღეს ისევ გამოეცხადა უფალი კარტახშულთა შევიდა და თქვა მშვიდობა თქვენთანაა. მერვე დღე ის დღე იქნება, როცა უფალი მოვა და არასოდეს აღარ დაღამდება ის დღე, მარადიული დღე აღდგომის სიხარულით აღსილი. და იცით, რომ როცა უფალი აღსდგა მკვდრეთი, გამოეცხადა მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები შეძრწუნებულებს, შეშინებულებს და თავისი აღდგომის სიდიადი აჩვენა და თომა არ იყო იქ და თომას ეუბნებიან, როცა მოვიდა, რომ ჩვენო უფალი ვიხილეთო მკვდრეთით აღდგომი, როცა გარდაცვლილი ნახე ჯვარცმულიდან დატანჯი და საფლავში დადებული, ადამიანურად ძალიან ძნელია იმის გაგება, რომ ის აღსდგა თუ არ გინახავს. თომას ეჭვი შეეპარა და თქვა, რომ სანამ არ ვიხილავ მას და მის ჭრილობებს არ შევეხევი და თიც არ დავდებ მის განგმერილ ფერდში, არ ვირწმუნებ. და აი მერვე დღეს უფალი კვლავ გამოეცხადა დიდება მის სახელს და თომას ეუბნება, რომ მოჰყავიო თითი შენიო და დაასდეო ხელთა ჩემთაო და მოჰყავ ხელი შენ და დადე ჩემ ფერდში, ჩემ ჭრილობებში. და იხილა მკვდრეთით აღდგომილი უფალი მერვე დღეს თომა მოციქულმა. და ეუბნება, რომ ნუ იქნებიო ურწმუნო, არამედ გრწმენინო. და ყველაზე დიდი აღიარება ქრისტესი განკაცებული ღმერთის მოხდა თომას მიერ. მან იღაღა და ასეთი სიტყვები, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. თომამ ყველაზე ცხადად აღიარა, რომ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი. და ვიმეორებ, თქვა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. და უფალმა უთხრა, რომ შენ მიხილე და მირწმუნეო. ნეტარ არიან ისინი, რომელთა არა უხილავს და რწმენენ. აი სარწმუნოება, რწმენის საკითხი ძალიან ესეთი რთული საკითხია. ხშირად ადამიანები ურწმუნოებას იჩენენ. აყვედრი და კიდევაც უფალი და თომასაც უთხრა, ნუ იქნები ურწმუნო. და თომა მოციქულთან რა იყო? თომა მოციქულმა ვერ დაიჯერა, მაგრამ უნდოდა რომ მოციქულთა სიტყვები აღდგომის შესახებ ნამდვილი ყოფილიყო. დიდი სურვილი ჰქონდა ამისა. მართალია ადამიანად ვერ იჯერებდა, მაგრამ წუხდა ამ დაუჯერებლობაზე. და კი არ დაისაჯა ურწმუნოების გამო, აი როგორც თქვა ზაქარია მღვდელმთავარი იოან ნათლისმცემლის მამა დაისაჯა ურწმუნოების გამო, ეს არ დაისაჯა. და რატო მამები ამბობენ იმის გარდა, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ეს ჭეშმარიტება ყოფილიყო. როდესაც ლაზარე მოკვდა და გაიგო უფალმა, თქვა, რომ ლაზარე მოკვდაო და წავიდეთო. და შეშინდნენ მოწაფეები, იცოდნენ, რომ ურიანი მის მოკვლას აპირებდნენ. მაგრამ თომა ამბობს, წავიდეთო და მოვწყდეთ მასთან ერთად. ანუ ისე დიდ ერთგულებას იჩენს უფლის წინაშე, რომ
გზაც არის მასთან ერთად მოკვდეს. ასეთ სიტყვებს არც ღმერთი და არც ადამიანი არ უკარგავს სხვას. თომას ჰქონდა ისეთი დიდი სიყვარული უფლისა, რომ გზად იყო მასთან ერთად მომკვდარიყო. არავინ ამოიღო ხმა, ყველა უბნებოდა, რომ როგორ მიდიხარ, იქ შეიძლება მოკლან და უბნება, რომ ამასთან ერთად მოვწყდეთ, მასთან ერთად მოვწყდეთ. ეს ძალიან დიდი სიტყვებია. ვის შეუძლია, რომ შენთან ერთად სიკვდილზე წამოვიდეს? თომამ შეძლო ამის თქმა. და უფალმა არ დაუკარგა ეს და არაფერს არ უკარგავს უფალი არავის. და გამოუცხადა თავისთავი და შემდგომ თომა პალესტინიდან ინდოეთამდე გახდა მახარებელი, მქადაგებელი ქრისტეს აღდგომისა. სიკვდილის ბოლომდე ის ამოწმებდა, რომ ქრისტე აღსდგა. და მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს წმენა შეიტანა ერებში. ისეთი დიდი იყო მოციქული თომა. ეს დიდი სიწმინდე. და არის მეორე მხარე ურწმუნოებისა, როცა ადამიანს არ აქვს განწყობა რწმენისადმი. რაც არ უნდა უთხრა, რაც არ უნდა ასწავლო, სასწაული რომ მოახდინო მის თვალწინ, არ უნდა და არ ირწმუნებს. ესეთი განწყობა აქვს. თომას ესეთი განწყობა არ ჰქონდა. ძველი დრო რო გავიხსენოთ სახარებისეული, რას არ აღასრულებდა უფალი. მარტო მისი ღვთაებრივი სახის ხილვა მოაქცევდა ადამიანს რწმენისაკენ. მისი სიტყვები და იქ იყო უამრავი სასწაულები. ბოლო-ბოლო გაახსნილი სახვევებში დადებული მკვდრეთით აღადგინა ლაზარე. და ლაზარეს მოკვლაც უნდათ, რომ ქრისტესი არ ირწმუნონო. და თვითონ ხო არ წამდა და არ წამდა. მაინც წერენ, რომ ადამიანს თუ არ უნდა რომ ირწმუნოს, თუ არ არის განწყობილი მისი გული ამისკენ, რაც არ უნდა ასწავლო და რაც არ სასწაული მოუხდირო იმ წამსაც კი ის რჩება ურწმუნო. არ უნდა რომ ურწმუნო იყოს, რატო არ აწყობს? ღმერთი არ აწყობს. ღმერთი რომ ირწმუნოს, მაშინ უნდა გაყვეს. უნდა მისი ნებით იაროს და თავისი ნება უარყოს. ეს ადამიანს არ აწყობს. ადამიანი ვითომ მორწმუნეა, აცხადებს თავის თავს მორწმუნე, ქრისტემ წამს, ჯოჯოხეთში არ მინდა, 60-ში მასთან ერთად მინდა და 10 წუთი არ აქვს დღეში, რომ უფალთან განმარტოვოს და მამაო ჩვენ უწაუკითხოს, მამას მიმართოს როგორც მამას. 7 დღიდან კვირა უფლის დღეა მეთქი და 2 საათი არ აქვს, რომ მოვიდეს და უფალი განადიდოს მკვდრით აღდგომილი და იზეიმოს ყოველ კვირას მისი აღდგომა. არ აწყობს უფალი ადამიანს. ურჩევნია რომ ღმერთი არ არსებობდეს, რომ თავისი ბნელი საქმეები გააგრძელოს. აი ამაში არის საქმე. და აქ რო არ შეუძლია უფალთან ურთიერთობა ადამიანს, როგორ გონიათ მარადისობაში ენდომება უფალთან ყოფა ადამიანს. არ ენდობება, იმიტომ რომ აქ არ უნდა ურთიერთობაც კი არ უნდა და მასთან ერთად ერთ გარემოში, ერთ მდგომარეობაში ყოფნა როგორ მოუნდება. ცოდვა ეთკბილება ადამიანს, აი პირუტყვი რო ტალახში წევს, ის მოსწონს. ბაყაყს რო უთხრაო მამამიწერი, წამოდი ჭაობიდან წაგიყვანო ყვავილებით მორთულ მინდორში, არაო გეტყვის ჭაობი მირჩევნია. ადამიანები ხშირად გვანან ტალახში მწორ ცხოველს, რომელსაც ტალახის სითბო ურჩევნია და ჭაობის სიმყრალე. იმ დროის ხალხი რო გავიხსენო და ეხლაც ეგრეა. იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში ცხოვრობდა, უდიდესი ასკეტიკით ცხოვრები. ფანატიკოსად გამოაცხადეს, შეიძულეს, უარყოს. მერე გამოჩნდა მაცხოვარი და ამბობდა, ესო ჭამსო, სვავსო და ცოდვილებთან ატარებს თავის დროსო, მათთან ერთად არისო და ისიც უარყოს. და უფალმა მათ ჭირვეული ბავშვები უწოდა. იოანე ნათლისმცემლის ასკეტიკა არ უნდოდა, მაცხოვართან ყოფნა არ უნდოდა, რომელიც ქორწილშიც კი იყო კანას გალილეას, ხალხთან იყო, ხალხის იყო. არც ის უნდოდა და არც ეს უნდა. დღესაც ეგრეა. ეს მღვდელი არ მოგვეწონა, ის დიაკვანი არ მოგვეწონა. სკამები რატო არ ადგას ტაძარში? რატო არის ძველი კალენდარი და ახალი კალენდარი რატოა? რატო აგვაფარია თავსაფრები, ძველი დრო ხო არ არის?
ასე იგი მიზეზები არილეო და ყველაფერი შეუსრულო და ანგელოზებიც რო დასვა ადამიანთა მაგივრად ტაძარში მაინც არ მოვლენ და რატო უფალი ამბობს მე ვარ ნათელი სოფლისაო და ამ ნათელში მათი ცოდვილი ცხოვრება გაცხადდება და არ უნდა რომ ეს გაცხადდეს ბნელში უნდა ცოდვა ეთკბილება ეს მიზეზებია რომ სინდისი ოდნავ მაინც დაიმშვიდო თორე ადამიანს არ უნდა და უფალი ამბობს კიდე რომ ჩემთანო ვერავინ მოვაო თუ მამამ არ მოიზიდა მამამ არ მოიყვანა ჩემთან ეხლა რა უსამართლობა გამოდის ესე იგი უფალი ვიღაცას მიიყვანს თავის ძესთან და ვიღაცას არა მამები ამბობენ ესე რომ აი კიონა თქვამია უფალი ამბობს რომ ჩემთან ვერავინ მოვა თუ მამამ არ მოიყვანა და მამა ვის მიიყვანსო ვინც სინდისის ხმით ცხოვრობსო ვინც სიკეთისკენ იხრება და არა ბოროტებისკენ მაინც გულში იმარჯვებს სიკეთის კეთება ადამიანი ეწყალის ვინც ფიქრობს რომ ჯობს თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს ასეთ გულს რო ხედავს გულთა მხილავი ღმერთი მას ჩუქნის რწმენას სარწმუნოებაში ასეთი ადამიანი თორე ეხლა ნუ რაღაცა ზერელეთ მექანიკურად კი ბატონო გვაღიარებთ ვამბობთ ქრისტიანი ვარ მაგრამ ქრისტესი არაფერი არ გვინდა აი მამები წერენ აცი თუ არ იხჩობაო დაფას რომელიც ზღვაში უჭირავთ ხოლმე რომ ცურვა იწავონ არ ჩაეჭიდებაო და თუ მიხვდა რომ იხჩობაო თელი ძალით ჩაეჭიდებაო ასია ქრისტე და ქრისტიანი თუ მიხვდა ადამიანი რომ წარწმედისაკენ მიდის თავისი ცხოვრებით ის ჩაეჭიდება უფლის სიტყვებს უფლის ნებას ადამი არ ჩაეჭიდა უფლის ნებას და გამოიდევნა სამოთხიდან და დაკარგა სამოთხი ვინ არის ქრისტე მაცხოვარი და მხსნელი სანამ არ მიხვდება ადამიანი რომ ხსნა სჭირდება და რისგან გჭირდება ხსნა ბოროტებისაგან მამაუჩვენო შრომ დანუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდეს არა მიხსენ ჩვენ ბოროტისა ბოროტება და განსაცდეს არის ცოდვა რომელიც ადამიანს ეშმაკის გავლენის ქვეშ ახდენს და არა ქრისტეს გავლენის და თუ უნდა ადამიანს ამისაგან განთავისუფლება ეძებს მხსნელს და თუ უნდა ცხონება ეძებს მაცხოვარს და სწორ ურთიერთობას ქრისტესთან ადამიანი არ დაიწყებს იქამდე სანამ არ მიხვდება რომ ის არის მხსნელი და ის არის მაცხოვარი ღმერთი სჭირდება ჯანმრთელობა გქონდეს ქონება გქონდეს ცხოვრება გქონდეს შვიდობით წავიდეთ შვიდობით არა და მას ქვია მხსნელი მას ქვია მაცხოვარი და სწორ ურთიერთობას ვიმეორებ ის იწყებს მასთან ქრისტესთან ვინც ხვდება რომ მას ხსნა სჭირდება ცოდვისაგან ხსნა სჭირდება მონა ადამიანი ცოდვისა და არა ღვთისა და ორთა უფალთა ბატონობა არ შეუძლია ადამიანს აი ამ აღდგომის დღეებში ეს უნდა ვიფიქროთ ვინა ვარ ჩვენ გვწამს უფალი მივდევთ საქმით გამოიხატება ჩვენი მიდევნება უფლისადმი თუ აი ნელთბილები ვართ და უფალი ამბობს ნეტარ არსო ისო ვისაც არ უხილაო არ უნახიბარო და წმენეო და თქვენ დღეს აქ ხართ ღვთის დიდებაში ხართ ხსნას ელოდებით ამდენ ლოცვებს ამდენ სათნოებებს შეძლების და გვარად იმიტომ აღასრულებ და ეს ზღვა მარხვისა იმიტომ გაიარეთ ეს სიძნელებცა სამყარო იშებდა და ფუფუნებდა თავის თავს და განძღარი იყო ამ ქვეყნის ამოვები და თქვენ მარხულებით იმიტომ რომ არ გიხილავთ მაგრამ ირწმუნეთ და უფალი გეუბნებათ რომ ყველა მორწმუნეს რომ ნეტარ ხართ თქვენ რომელთაც არ გინახივართ მაგრამ მირწმუნეთო და მერთმა განაძლიეროს ჩვენში რწმენა მართალი გაიზარდოს რწმენა მართალი რათა მას ჩავეჭიდოთ მას გავყვეთ მის სიხარულში მერვე დღეს როცა დადგება ვიყოთ და არა დავაკვირდეთ უფლის აღდგომის მარადიულ სიხარულს
წყალობითა და სიხარულით აგავსოთ უფალმა და მრავალ აღდგომას დაგასწროთ თქვენა და სრულიად საქართველო. ამინ. შეგახსენებთ, რომ დარიგდება არტოსი. თუ არტოს გითხარით ბერძნულად კლასიკური ბერძნულით იყო პური. ამ პურს დასდებდნენ ხოლმე გახსნილ სამოთხის კარებში, საკურთხევლის კარებში, აღსავლის კარებში და ერთი კვირა იყო. როცა ის დავაბრძანეთ, ლოცვა წაუკითხეთ, როცა ის გამტეხეთ, ლოცვა წაუკითხეთ. და ნამები ამბობენ, რომ დიდი მადლმოსილება ენიჭება, დიდი სიწმინდე ენიჭება აი ამ პურს, რომელსაც არტოს უწოდებთ ბერძნულად და ის პატარა-პატარა ნაწილება დაიჭრება და მოგეცემათ. და უზმოზე მიიღეთ ხოლმე როგორც დიდი სიწმინდე, დიდი კურნებისა და მადლის მატარებელი და ვინც წმენით მიიღებს, ის განიწმინდება, განიკურნება და ღვთის მადლით აღივსება. მერთმა წყალობა გაგატანოთ, გაგახაროთ. ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! აღდგომის სიხარული იყოს თქვენ გულებში. ამინ. Sing